სუფსაში პაჭკორიების საუკუნოვან სახალხო წამალზე ლეგენდები დადის. ლეგენდები, რომელსაც ოჯახი თაობიდან თაობას გადასცემს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. პაჭკორიებს თავიანთ კარმიდამოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ვეწვიეთ და საგვარეულო წამლის შექმნაზე ოჯახის ტრადიციების გამგრძელებისგან ქალბატონ ფაცია პაჭკორიასაგან საინტერესო ისტორია მოვისმინეთ. სახალხო წამლის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ უცნაურად მთის საზოვრებიდან დაიწყო. ბიძა ჩემი აკეთებდა თავიდან ამ წამალს. 16 წლის იყო, რომ დაავადდა ამ ჯირკვლებით. და შემთხვევით ნახა, რომ საქონელი ეტანებოდა ამ მცენარეს და დააინტერესა, რომ რა არის ეს მცენარე. მოთხარა და ნახა, რომ მის კისერზე როგორც იყო ჯირკვლებით დახლართული, ასე იყო მისი ფესვები ამ მცენარის, რომელსაც საქონელი ეტანებოდა. და მე დაგასინჯა. მოდი ვნახოთ, დავნაყავ და ნახოთ რა შედეგს მომცემსო. და ნახა ძალიან წაია დიდი თვითონ არის რძის რძე გადმოდის ამ ფესვიდან. და რაღაც ჯანმრთელობის ადამიანისთვის სასარგებლო კომპონენტები შეურია. დალია და გახდა უკეთესა. პაჭკორიებთან მუდმივად თაყრილობაა. სტუმართმოყვარე ოჯახს სასურველი მომხდურისთვის კარი ყოველთვის ღია აქვს. ფაცია ბებოკი პატარების ყველაზე დიდი მესაიდუმლე და მეგობარია. სკოლიდან დაბრუნებული მოზარდები პირველად პაჭკორიებთან შემოივიან. მათ წილ სამკურნალო სითხეს, რომელსაც ხუმრობით ფაცო კოლას ეძახიან, მიიღებენ და შემდეგ საჭორაოდ ოჯახის მთავარ დიასახლის თამოუძდებიან. სახალხო წამლის უებრობაზე, ეფექტურობაზე და ცნობადობაზე უკვე ბევრს საუბრობენ. პაჭკორიების საყმაწვილოს ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დიდი ხანია მისცა. პაჭკორიების ქველმოქმედებაზე და სიკეთეზე თანასოფლელები ბევრს საუბრობენ. ძალიან მოსახდენია ჯირკვლების ვისაც ჯირკვლებიანი არის, იმისთვის არის უებარი. წამალი არის აგრეთვე ვალებიებ ჩემ შვილიშვილსაც გიორგის ძალიან მოუხდა. სულ ავანწყავდა, სულ სიცხეები ჰქონდა, რაც საყმაწვილო დაუწყე, იმის შემდეგ სიცხეები აღარ მიუცია, ჯირკვლები გაუქრა. სამი შვილის დედა ვარ. ორსულობაშიც მივიღე გულძმარვა როიცის ორსულმა და ეს ძალიან მარგებელია და იმ წუთშივე გიხსნის. ბავშვებიც ისე გავზარდე, რომ სისტემატურად ვასმევ, ისაც მადლიანი ხალხი არიან, უფასოდ გვაძლევენ მეზობლებს, წამლებს და სულ მართლაც ბახმაროშიც რომ ყავდა და იგი არც ჰაერს დაუწვდია ბავშვები, არც ყველაზე უბნებით ძალიან უკვირდათ ბახმაროში, ყველა გამოცადა თითქმის ჰაერმადერის და ჩემ ბავშვებს საერთოდ არ უგრძნია არც ჰაერის გამოცვლა, არც არაფერი, არც წამალი მიმიცია მათთვის არანაირი და ისეთი ჯანმრთელები არიან და ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან ყვაყოფილები ვარ. ჩემ მეუღლეს ხონდა იმისთანა ჭარბი ოფლიანობა, ხო ხელის განძრევაზეც როვასი გარკვეული პერიოდი რაც არის ეს თავისი პერიოდი რომ უნდა დალიოს 3 თვე გარკვეული პერიოდი როაც ძალიან შედეგიანი იყო და კარგად მოქმედებს რა ჯანმრთელობაზე, ბავშვებზე, ასაც არა აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის მოქმედებს გადასარევად. კურნალ ოჯახზე, რომელიც ახლობლებისთვის უანგაროდ ყოველგვარი საზღაურის გარეშე გასცემენ სიკეთეს, საუკუნოვან სახალხო წამლის დამზადების წესს ოჯახი სათუთად უფრთხილდება და თაობიდან თაობას დიდი სიამაყითა და რუდუნებით გადასცემს. ნებისმიერ დროს შეიძლება ამ წამლის დალევა, მაგრამ თუ სეზონის მიხედვით დალევს ადამიანი გაზაფხულზე 3 თვეს და შემოდგომაზე 1 თვეს, სხვა თვეები არაა საჭირო. მაგრამ ისე ყველა თვეში შეიძლება ამ წამლის მიღება. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრში სპექტაკლ ჭიჭრაკას პრემიერა გაიმართა. სალომე თენიაშვილი მოგითხრობთ. სპექტაკლის პრეზენტაცია საბავშვო თეატრში თეატრალური სეზონის გახსნას მიეძღვნა. თეატრალური დადგმის მთავარი რეჟისორი იური ჯიჯიაშვილი გახდათ. მთავარ როლებს მსახიობები აბირამ გელაძე და ლედი ხურციძე თამაშობდნენ. სპექტაკლი ერთ მოქმედებად მიმდინარეობდა. თეატრალური დადგმა გაფორმებული იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, რამაც პატარა მაყურებელში დიდი ინტერესი, მოწონება და მხიარულებაც გამოიწვია. სპექტაკლი თვითონ არის ზღაპარიც და უფრო პატრიოტულ თემაზე აღებული საქართველოს გაჭირვებაზე იყო ესეთი ვარიანტი ჩემი გმირი მაგალითად დევი, რომელიც ასოცირდება სხვა ქვეყნის შემოიჭრა და დაბატონებული იყო, მაგრამ საბოლოოდ სიკეთემ გაიმარჯვა მაინც. ახლა ჩვენ უკვე დავიწყებთ გეგმიურად ყველა კვირას გვექნება უფასო სპექტაკლები. როგორც გქონდა ხოლმე და ისე სკოლებთან შეთანხმებით გვექნება ალბათ იმ კვირიდან ყველა დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ძალიან ყოფილი ვარ, რა ქვია,